გონიოში პროსტიტუციისთვის ადგილის დათმობის საკითხი კვლავ აქტუალურია, როგორც ირკვევა მოქალაქეების აზრი ამ მხრივ ორად გაიყო. ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის დაწესებულებები ახალგაზრდებზე ცუდ გავლენას ახდენს და მათი დახურვაა საჭირო, თუმცა მოქალაქეების უმეტესობა პროსტიტუციისთვის ადგილის დათმობაში ცუდს ვერაფერს ხედავს. ისინი ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ სახლების გაქირავება უმეტესობისთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს და აღნიშნულ ბარ-რესტორნებსა თუ სასტუმროებში ბევრი ადგილობრივია დასაქმებული. გონიელთა უმეტესობა საკითხზე საუბრისაგან თავს იკავებს, ისინი თვლიან, რომ პრობლემის მოგვარება ხელისუფლების კომპეტენცია, რასაც ადგილობრივი მთავრობა არ ახორციელებს. ვერც ცოლი გამომიშვია, ვერც შვილი. ანუ ეს თურქები ყველანაირად ერთი თვალით უყურებენ. უფრო მეტი უპირატესობა თურქებს აქვენ და ამ პროსტიტუცია ხო მიდის და მიდის. მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ენას ვერ ვიღებთ. ანუ შიშისგან ვერ ვიღებთ, იმიტომ რომ რამე ვთქვათ, პოლიცია ჩვენი თავი მიყავს. რა ჩვენი საქმე ახლა რესტორანში წავა თუ სასტუმროში წავა, ამას ჩვენ ვერ ვხედავთ ვერავინ. ანუ პრობლემას არ ხედავთ. არა, არავითარ შემთხვევაში პრობლემას უწინ უფრო იყო გადატვირთული იყო ეს ასეთი გოგოებით ქუჩები, მაგრამ ახლა არა, ნაკლებად. ხას უფრო შემოსავალი აქვს, აგერ ტაქსაობენ. უშევარი ხალხია დასაქმებული არიან. გონიოდან ძალიან ბევრი ხალხი მუშაობს, ფაქტურად, რესტორნებში, სასტუმროებში. ეს ხალხი ამეთ კვებავს, ბავშვებს კვებავს. აქ ისეთი ჩვენ არ გვაინტერესებს რამე თუ ხდება ღამე. ფაქტურად კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ ხდება.